თქვენ იცით რომ საქართველოში არის ეფექტიანი მარსაჯულება, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების შესაბამისად, კანონმდებლობის შესაბამისად საქმეების გადაწყვეტას. რაც შეეხება ზოგადად ამ 30 პატიმარს, ხო, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, უსინდისო ქმედებების გამო არიან სინამდვილეში ეს ადამიანები კონკრეტული ბრალის ქვეშ. რაც შეეხება ამ ყველაფერს, ხო, 1000-მდე ადამიანი ძალადობდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გასულ წელს და ამ 1000-მდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მიანიშნებს მაღალ სტანდარტებს. სინამდვილეში საქართველოში არის მაღალი სტანდარტი, გამოძიების მაღალი სტანდარტი, სასამართლოს მაღალი სტანდარტი და სწორედ ამის გამო არის 3%-იანი მაჩვენებელი რეალურად. ხო, თქვენ გახსოვთ რა მასშტაბის ძალადობა ხორციელდებოდა გასული წლის ბოლოს და ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე მხოლოდ 30 პატიმარი მიანიშნებს სწორედ მაღალ სტანდარტზე. დარჩენი არის ყველაფერი ბატონო რეკრე, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აღიარებენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს ამაღლობელმა და მდატიებმა, მაგალითად მათთვის ესეთი რომ სილა პოლიციას ნიშნავს სილა რეჟიმს და თქვენ რა შეფასებთ? მათი უფლება სილა გააწრან ვისაც უნდა, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა რომ ამას გასცეს პასუხი და რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის თელი სიმკაცრით. საქართველო არის სახელმწიფო. ნუ დავიწყდება, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე. ეს არის ის რეალობა, რომელიც დადგა კონკრეტული პირების მიმართ.